გამარჯობათ, მეგობრებო, მოგესალმებით. ვართ სტუდია რუიანში, როგორც ამჩნევთ და დაახლოებით ალბათ ორ ნაწილად იქნება ჩვენი გადაცემა და თქვენს წინაშე ვიქნებით ამ ხნის განმავლობაში ბატონი ოთარ ჭითანავა, მოგესალმებით და მე ბექა თაუბერი კაპანაძე. მოგეხსენებათ შეფრთხილება მართლა და ეს ბატალიები, ასე თქვათ, პოლიტიკური დაწყებულია, წინასაარჩევნო კამპანია კიდევ დიდი ხანია დაწყებული აქვს მავანთა და მავანთ. ერთი ფაქტი ის არის, ჩემო მრავალ ფაქტს შორის, რომელიც ყველა ხელის გულზეა ოთარ იტყვი შენს, რომ რაც თვალში საცემია, პატივცემულებო, რაც თვალში საცემია, ეს არის პოლიტიკურად არათანაბარი გარემო. პოლიტიკურად არათანაბარი გარემო, რა თქმა უნდა, იმ სუბიექტებისათვის, რომელ სუბიექტებსაც თავის დღე და მოსწრება, ასე რომ ვთქვათ, აიგნორებს, არიშურებს და არინანებს მარწუხებს, სხვადასხვა რეგულაციებს, პატივცემული ოფიციოზი. აი იმ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ და კონკრეტულად ამ დიდი პოლიტერთობის მიმართ, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. იცით, ეს პოლიტიკური არათანაბარი გარემო წინასაარჩევნოდ გაცილებით მკვირალა ფაქტია, გაცილებით მეტი სიმკვეთრით ჩანს ხოლმე და აი ეს უკაცრავად და ის სიბინძურე რბილად რომ ვთქვათ, უფრო მეტად აი ესე ქაფად ამოდის ხოლმე. რა თქმა უნდა, ზედაპირზე. იცით, დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელნიც უკვე აგერ მე რამდენი წელია ბრძანდებიან და არ მეაჩნიათ მართლა დედამიწა, უпроსტად ცაკუდად მეაჩნიათ და დედამიწა ქალავნად, ყველა პირობა შექმნეს, ყველა ასე თქვათ ოპტიმალური, ყველანაირი ასე თქვათ გარემო შეიქმნეს სათავისოდ, რომ რაღაც ერთგვარი არ იქნება ალბათ კონტექსტიდან ამოვარდნილი თუ ვიტყვი, ფაშებივით მოევლინენ ამ ქვეყანას. ფაშებივით. ჩვენ ვამბობთ ხოლმე ფეოდალიზმს, ფეოდალებზე ვაკეთებთ აქცენტებს და მეც არაერთხელ გამიკეთებია პატივცემულებო, მაგრამ ფეოდალთა უმრავლესობა, დიდი უმრავლესობა თუ აბსოლუტური არა, ქრისტიანები იყვნენ. მართლმადიდებლები იყვნენ და წინა გადაცემებშიც აღვნიშნე. რამოდენიმე ბრძოლიდან დაახლოებით 10 ბრძოლიდან 3-4 ბრძოლაში მონაწილეობას ღებულობდნენ ეს ადამიანები და ბრძოლის ველზეც ეცემოდნენ. იცით, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ ქვენა გრძნობებს ვერ ერეოდნენ. დიახ, ზოგიერთს ისეთი განსაცდელიც ეწვია, რომ რა თქმა უნდა, ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ ესეთი პიროვნებები, რადგან მათ ღვთის შეწევნა ჰქონდათ. რამე თუ ქრისტე ბოლომდე არ ჰქონდათ ნაწილს ამორეცხილი და თავის სარწმუნოება გულიდან. აბა დღევანდელებს გადავხედოთ ოთარ. უფალიც კი საშუალებაა მათთვის. ქრისტიანობა საშუალებად მიაჩნიათ. თითქოს აი რაღაც ტემპერატურა მოუმატათ რაღაცა სიცხემ, ხო, როგორც ეძახიან ხოლმე და პარაცეტამოლი. აი პარაცეტამოლად აქციეს ამ ადამიანებმა სარწმუნოება დედა ეკლესია. რამე თუ ჭირდებათ, იცით? ჭირდებათ. როცა უფალი მიზანი არ არის და ის საშუალებაა, მე მინდა გითხრათ, იმდენად მიიღებთ სირაქლემების პოზას და უმეცრების, ასე თქვათ, სული დაგეუფლებათ, რომ ერთი რამ მარტივი ვერ გაიგოთ. უფალი საშუალებად თავს არავის არ გამოაყენებინებს. მან შეიძლება გაცადოთ, რადგან კაცთმოყვარეობის ზენიტია ღმერთი. კაცთმოყვარეობის მიტევების სიყვარულის, მაგრამ უფალი არის ასევე განმსჯელი. უფალი არის მართლმკვეთელობის ზენიტიც და რა თქმა უნდა ის მისთვის დასჯა
და ჭკუის სწავლება, ასე ვთქვათ, ადამიანისათვის, ისევე ადამიანის ცხოვრების გამოსასწორებლად არა თუ უცხო არ არის, არამედ ყოველდღიურობაში იგრძნობა და იხედება. ძალიან არ გვინდა ასეთი განსაცდელების წინაშე ჩავარდეს დღევანდელი ოფიციოზი. ძალიან არ გვინდა. თუმცა კი განსაცდელი ახლა ქვეყანას რომ აქვს იმისთანა უნდა. უბრალოდ იმისთანა, რა ვიცი, ჩვენი ისტორიის მანძილზე განსაცდელების მეტი რა გქონია უთარ. მრავალ ღრუბელს მოუკრებია ჩვენს ცარგვალზე თავი ოდითგან, მაგრამ მრავალი ღრუბელი გადარეკილა, კაცო. დღეს საერთოდ ისეთი ღრუბლიანობაა და ისეთი ბურუსმოსილია და ბურუსმოცული ბევრი რამ, რომ ეს საარჩევნო პერიოდშიც განსაკუთრებულად გამოჩნდა და თქვენი ამ 13 წლიანი უხერხემლო და უიდეოლოგო არაქართული პოლიტიკით რომ გამოჩნდა და დავინახეთ და შედეგებიც მოვიმკეთ, იცით. ეს ეკონომიკური, მე საუბრობდი პოლიტიკურ არათანაბარ გარემოზე, რაც წინა საარჩევნო თემატიკასაც თავისთავად უპირობოდ ეხება, ასევე ეს ეკონომიკური სურათი როგორი გვაქვს ჩვენ ქვეყანაში. ამდენი შემწეობის მოსურნე ადამიანი და ჯერ შემწეობაზე მყოფნი, მერე შემწეობის მოსურნე ადამიანი. თითქმის ყველა პენსიონერი, უმრავლესობა მათი შემწეობას იღებს. ასეთი სიღატაკე 9 მილიონს ცდება ეს ამ ღატაკი ღარიბი ადამიანების რიცხვი და პატივცემულები საუბრობენ ინდექსებზე, პატივცემულები რაღაც ზღაპრებს გვიყვებიან. მათი მთავარი უბედურება, მრავალ უბედურებათა შორის არის რა ეხლა წინა საარჩევნოდ. ყოველი პარტია ჩვენთვის ინსტრუმენტია, მეგობრებო. ჩვენო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, ინსტრუმენტია ჩვენთვის პარტია, რამე თუ აი ასეთი ბრძოლის მეთოდია და ესეთი თამაშის წესებია. თორე აქ არავინ არ ბრძანდება ესეთი პარტიული ნომენკლატურის სულით დატვირთული, რომ რეალურად ოღონდ პარტიას და ქვეყანას არაფერი. არა ბატონო, ეს არის ჩვეულებრივად ესეთი ტექნიკური საკითხი, ინსტრუმენტად გამოყენებული, რომ მივიღოთ მონაწილეობა. კი ბატონო, ამ არათანაბარ ველზე, მაგრამ არათანაბარი იყო ყოველთვის ძალები ჩვენს გარშემოჯარულ მრავალ მტერთან. შინაური მტერი გაცილებით მუხანათი და გაცილებით, რა თქმა უნდა, დიდი ზიანის მომყენებელი ყოფილა ოდითგან. ციხეც ხომ შიგნიდან გატეხილა. ასე რომ, გარე მტერია, შიდა მტერია, ჩვენ რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი სამშობლოსათვის. რაც შეეხება ეკონომიკაზე რომ ვისაუბროთ, ამას ცალკე ეთერი დაეთმობა, მაგრამ ვფიქრობ სკრუპულოზულად ისაუბრა დავითმაც და ირმაც, ბატონმა დავითმა და ქალბატონმა ირმამ, აი იმაზე თუ რა არ უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ბიზნესის, საერთოდ ეკონომიკური კეთილდღეობისათვის, ქვეყნის განვითარებისათვის, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ასეთ ღატაკ მდგომარეობაში არ ბრძანდებოდეს, არ იყოს. ასევე შეიძლება ითქვას ამ არათანაბრობის კონტექსტში, რომ კომისიის წევრები პატრიოტთა ალიანსს თქვენ ჩამოართვით, ამ კვალიფიციურ პარტიას, რომელსაც ყოველთვის უყალბებდით არჩევნებს, ყოველთვის აბსოლუტურად არ დავიზარებდა გეტყვით, აი ფულგადახტილი პარტიები რომ მიაბრძანა თავისთან ბატონმა ივანიშვილმა და ზოგიერთს ბოლო გროში რომ აღარ დარჩათ და უცებ განუდგნენ და ისე ვინ არ განუდგნენ მათ მიერ არჩეული პრეზიდენტები თუ პრემიერები, სახალხო დამცველები თუ რა ვიცი რამდენი და რომელი ერთი ჩამოთვალო. განუდგნენ ახლა აქ არ მოიაზრება რომ აი ეს უმრავლესობა მის სწორი პოლიტიკა დაიჭირა, არა ბატონებო, ისინი რაც ბრძანდებოდნენ თავიდან, იგივენი დარჩნენ, იგივენი და ამიტომ წინა გადაცემაშიც ვქონდა საუბარი.
არ არის სწორი პოლიტიკა ყველას -1. არა ბატონებო. მე შეიძლება წყალიც არ დავლიო თუ არა თუ ვიტრაპეზო ისეთ ადამიანთან, რომლისთვისაც სულ ერთია ჩემი ქვეყნის მომავალი, რომლისთვისაც სულ ერთია მიზგიტში ილოცებს თუ მართლმადიდებლურ ჩვენს დედა ეკლესიაში და ამ დროს მართლმადიდებელია, ხო, წოდებით. და რომლისთვისაც სულ ერთია ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლებას ნუ მothargnit ისე რომ ენას ძვალი არა აქვს ბატონო და რაც არ უნდა თქვან ყველაფერს ვერ მივიღებთ და ვერ გავატარებთ. მეგობრებო, სიტყვის თავისუფლების ბაზისს კონკრეტულად აზროვნებისა და ცნობიერების დომინაციას და ყველანაირ მიმართულებას, რაც კი შეიძლება განვითარების კონტექსტში მოვიაზროთ, რა თქმა უნდა წყარო დააქვს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკას ეწევა და რა პოლიტიკასაც აწარმოებს არსებული გუნდი, რომელიც სათავეშია მოკალათებული. ნუ დღესდღეობით ვიცით ვინც არიან. სწორედაც ბერკეტები, ვისაც ხელთ უფხრია, არა მხოლოდ განათლებაზე, თითოეულ სფეროზე, თითოეულ მცირედ რომ მოგვეჩვენოს, მაგრამ ის უმნიშვნელოვანესი იქნება აუცილებლად სამომავლოდ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მათ ეკუთვნის თავისთავად. მე შემიძლია ასევე ამ არათანაბრობიდან გამომდინარე ვთქვა ისიც რომ ეხლა პლაგიატობა ბატონოთა რაც არ უნდა თანამედროვე დასურილ პოლიტიკაში ნებადართული იყოს და დღეს სულ ერთიაობის პრინციპია, დღეს ღირებულებათა მსხვერპლის პრინციპია. აი ეს გახლავთ მეგობრებო, პოლიტიკური გუნდი, სადაც ქართულ ეროვნული ღირებულება ფასეულობები არათუ ნირს იცვლის, უпростоრად არ იცვლის, არამედ ჩვეულებრივად და აი ცდელობა დღენია და ყოველდღიურად არის იმისა, რომ იმ ქართულ ფესვებს, იმ ქართულ აზროვნებას არ მოვწყდეთ და ჩვენი მომავალი თაობაც ამ ნაკვალევში ჩავაყენოთ. ესაა სწორედ ჯანსაღი პოლიტიკის წყარო და განმაპირობებელი мотивация. არ შეიძლება კოპიოთ გადმოიტანო ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ქვეყნიდან ნებისმიერი პროექტი. ისე რომ აქ აპრობაცია, აქ შენს ავტოქთონურ, შენს მენტალურ, ასე ვთქვათ, ღირებულებებს რომ არ შეესაბამებოდეს. ეს დანაშაულია, ეს მხოლოდ დილეტანტიზმი არ არის. დილეტანტურად ჩადენილი, დაუდევრობით ჩადენილი, უცოდინარობით, ვთქვათ, პირდაპირ, ხო, დილეტანტიზმი სხვა არაფერია, ჩადენილი დანაშაულები ხშირად აჭარბებს ზიანით შეგნებულ დანაშაულს, მეგობრებო. ხშირად აჭარბებს და ასეთ მომენტებსაც აქვს ადგილი ჩვენს რეალობაში. პლაგიატობას კიდევ იმას გულისხმობდი, რომ რაც კი გაუჟღერებია ამ ერთობას, კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსს, არაერთგზის, აბსოლუტურად ყველა იდეა, ყველა პლატფორმა, ის მსოფლ ხედვა მათ მიერ არის დღეს გაჟღერებული. რამე თუ ესენი ხომ კონსერვატორები გახდენოთ არ? მათ ხომ მამული ენა სარწმუნოება საფიცარი აქვთ, კაცო. და ოღონდ სიტყვიერად გაჟღერებული, რამე თუ ამით იმანიპულირონ თავის ამომრჩეველზე და მოსახლეობაზე სრულიად. აი წეხან აღნიშნე ერთ-ერთი მთავარი უბედურება, მათი უბედურებათაგანი. რა არის, იცით? შეგახსენებთ, ძალიან კარგად იცით რაც არის. ყოველი პარტია ცდილობს თავისი რიგების გაბევრებას, მხარდამჭერების გაბევრებას, მატებას, დიახ, მატებას, რაც რა თქმა უნდა უმოტივაციო და არ მოხდება, ხო, საქმემან, თქვენმან უნდა გამოგაჩინოთ და გამოგაჩინათ უკვე, რა თქმა უნდა, დიდი ხანია, მაგრამ ამ, ასე ვთქვათ, მოტივით ხდება მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდა. თქვენი პრობლემა კიდევ ისაა, რომ თქვენ არათუ მატებისკენ ხართ ახლა ორიენტირებულნი, არამედ ის სიმცირე, ანუ ის დეკადანსი, ის რღვევა, რაც აქვს თქვენს პოლიტიკურ რიგებში და მხარდამჭერებში. აი ის იმ თამასაზე აწიოთ კვლავ, აი ეს გამეჩხერებული თქვენი მხარდამჭერთა კონტინგენტი, რომლებმაც შინაგანათაც
და ზოგიერთნი უკვე არ ერიდებიან ამ სიტყვას, რომ არ მოგიხსენიონ აი ესე კეთილსაიმედოდ, რადგან გააცნობიერა მავანმა და ესენი ცოტანი არ არიან თქვენი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ნაყოფი, იგემა, თქვენი პოლიტიკის რაობა გაუსწორა თვალი. იცით, თქვენ ბრძანებთ ხოლმე, რომ ესეც ჩვენ ნარკოტიკების წინააღმდეგ რამდენი ხანია ვილაშქრებთ და ამათ ნარკოპოლიტიკას რა თქმა უნდა გამართლება არასდროს არ ქონია. არც დღეს არ აქვს მე თუ მკითხავთ და რატომ ამასაც დავაკონკრეტებ პატივცემულებო. იცით რა, თქვენ არიყავით ის გუნდი კონკრეტულად მარიხუანას კეთილშობილებაზე რომ საუბრობდით ყველა თქვენი მასმედიური საშუალებით და მე აქ არ გამოხშირავ ეხლა ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მასმედიურ საშუალებებს იმედისაგან და თქვენი ჯიბის ტელევიზიებისაგან. თქვენ ყველანი ერთნი ხართ, კაცო. თქვენი წყალგამყოფი არის პოლიტიკური ადგილები. თქვენი წყალგამყოფი ერთ ურთ შორის და დაპირისპირების საგანი არის ვინ უფრო თბილად და ვინ უფრო ზემოთ მოკალათდება. რამდენ მანდატს აიღებს, რომ კიდევ მეტად გამოხრას ეს ქვეყანა. ესაა თქვენი წყალგამყოფი, თორემ თქვენ ერთნი ხართ აბსოლუტურად აი იმ ზნედაცემულ, იმ აღვირახსნილი კამპანიისა და საერთოდ ქმედებების მიმართ, რასაც ანხორციელებდნენ და ანხორციელებენ დღესაც შინაური თუ გარე მტრები, რომლებიც ცოტანი არ არიან და მათმა რიცხვაც მოიმატა. დიახ, აი ესეა რეალურად. თქვენ არიყავით, რომ აქ უნდა ებიბინა მარიხუანას ფოთლებს და საერთოდ შექმნილი პარტიაც აკავთ ბატონო, პირდაპირ ეთერში რაც გააკეთეს და აღარც მსურს მე მათზე საუბარი. რომ არა საპატრიარქო, რომ არა ერის კაცები ამ ერთობიდან თვითონ კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსიც და ასე შემდეგ ქართული იდეა მთელი ასე ვთქვათ ვინც ეროვნულად მოფიქრალი ბრძანდებოდა და არიან მათ რა თქმა უნდა ასე იოლად მათთან ვერ გახვიდოდით ფონს და მერე თქვენს გადახედეთ რა გადახედეთ და გააჩერეთ აბა რაღაც იზამნით იცით ნარკოპოლიტიკის დღევანდელობის ნარკოპოლიტიკის ხარვეზზე მქონდა მითითება და ამ ხარვეზსაც გეტყვით. დღეს დილით იყო გადაცემა ერთ-ერთ არხზე რომ ფონიჭალაში ხომ ესენი საჩვენებელ დაჭერებს აკეთებენ ხოლმე. შევარდებიან ოჯახში და დაუშვათ 100 სიტყვაზე თორე 100-ზე მეტი ნარკოტიკების გამსაღებელი ეგრეთ წოდებული ბარიგა პარპაშებს ქვეყანაში. დღეს ქუჩებში, ქალაქების ქუჩებში, სოფლებშიც ბატონო, მაგრამ აგერ ქალაქებში რომ გაიაროთ და აი ძალი გავიაროთ, ვინც ურწმუნო უყურებს ამ სიტყვებს და არ იცის თურმე რა ხდება, საუცხოო და ძალიან ესე თვალხილულად დავანახებთ. აი ცოცხალ მკვდარ ახალგაზრდობას, რომელიც მოწყლულია მთლიანად ამ ნარკოტიკული სენით. და ნაირფეროვანი ნარკოტიკული სენით. მეტი სიკეთე ქალაქსო, სიკეთეა გეი კლუბები, სადაც ღამის კლუბები და საერთოდ ღამის ქალაქად რომ აქციეთ, ტურისტებს ჭირდება, რომელ ტურისტებს ჭირდებათ ერთი მაინტერესებს. იმ ტურისტებს თავიანთ ქვეყანაში ძალიან ჭარბად აქვთ ეს ავღანისტანიდან იქნებიან თუ თურქმენეთიდან თუ რა ვიცი აზიიდან აბა თქვენთან სხვები ვინ ჩამოდიან ახლა ფართოდ აგაქვთ ჭიშკარი გაღებული და რა ვიცი მიგრაციის ცუნამია საქართველოში წალეკეთ ბატონებო აი თქვენი გაუაზრებელი დიდი მასშტაბით თორემ ძალზედ გააზრებული და მერკანტილურია თქვენი პრაგმატიზმიდან გამომდინარეობს სწორედ თქვენი საგარეო პოლიტიკა. დიახ, თქვენი ჯიბის პრაგმატიზმიდან, მაგრამ სწორედ ამ კუთხითაც რომ ვისაუბროთ, ოთარ, ესეც ძალზე დიდი უმეცრების ნაყოფია. როგორ შეიძლება შენი პრაგმატიზმი დაინახო, აი იმ მკვდრად შობილ პროექტებში,
იმ შინ მოусულელ პროექტებში, რომელსაც გრძელი გზა, გრძელი ვადა არ უწერია, ბატონო. ეს სხვა ქვეყანაა, პატივცემულებო. ეს საქართველოა და ვერ გადაიქცევა მიუხედავად დიდი პატივისცემისა ყველა მოსახლეობის მიმართ და ზურგის ქარი მათ ოღონდ არა ჩვენი უბედურების ფასად. თავიანთ ქვეყანაში კაცო ქარი იქაც იცის. ვერ გადაიქცევა თურქმენეთად, ბაშკირეთად, ყაზახეთად. და ეს ქვეყნები აქეთ შემოაბრძანეთ თქვენ და ლამის ჩვენ გადავიქცეთ. იცით, გავაგრძელებ იმას და ეხლავე გადმოვალ ჩემო კარგო, დღეს შევარდნენ ერთ-ერთ ოჯახში და ინტერვიუ იყო ერთი აზერბაიჯანული, ესე ვთქვათ, ეთნოსის წარმომადგენელისა, ფონიჭალის მკვიდრის, რომელიც ამბობს, რომ მე ცხოვრებაში არ გამიყიდია, კაცო. არანაირი ნარკოტიკი მე არ მაქვს. და დადასტურდა კიდევაც, რომ იქ ტყუილად შევარდნენ, არაფერი არ იყო მსგავსი. რომ იქ ჩადებასაც ფიქრობდნო, ასეთი მეთოდიც აქვთ, ან ვინ დაგეშაო ჩვენს აზერების მიმართო, ასეო ეს ადამიანებიო? კითხვა დასვა იმ პიროვნებამ. თუ უნდა დაუკავშირდეთ მაინდა-მაინც ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელებს და თურქებსო, აი ამ აზრმაც გაიჟღერა. ეს იცოდეთ თქვენ, რომ პრევენციის გარეშე და საერთოდ ყველა კუთხე კუნჭულს იღებთ. ამ ვიდეოკამერებით, ჩინური ვიდეოკამერებით, ყველა კუთხე კუნჭულს იღებთ. პრევენცია კონკრეტულად სუსი, რა ვის დაძდებს სუსი და ვისათვალიერებ? ჩვენ გვისმენთ მარტო? სულ ჩვენ რომ მოგვისმინოთ, იქნება რაღაცა შევიდეს თქვენ თავში, მაგრამ რეალურად ხო ხელგეწიფებად და თქვენ ბერკეტებში და თქვენს პოლიტიკაში შედის ეს ფართო მოსმენებიც. როგორ ვერ გაარკვიეთ, რომ იქ ფეხმძიმე ქალი გხვდებათ? იქ მოზარდი 12 წლისო თუ რაღაც ბავშვია საუბარი, რომელიც შეშინდა და სტრესი მიიღო, ხო? თქვენი არასწორი შევარდნით. ჩვენ დღენიად და გეუბნებოდით ამ პოლიტიკის შესახებ, რასაც თქვენი არასწორი და თქვენი არამართებული მიდგომა წარმოადგენდა ნარკომანიის მხრივ, ნარკოპოლიტიკის მხრივ. და დღეს თითქოს აი გამოაჩინონ თუ რამაგრები არიან. ყველგან რომ არ დაგიდევენ არაფერს, იქ არ დახვდათ, მე რა შევარდებიან, კაცო. იქ რაღაცა შეიძლება მეანგრიონ, მოანგრიონ. ეს ზალზეთ ფაქიზი თემაა. ეს სენსიტივი, ეს იმდენად ფაქიზი თემაა, რომ აქ აზერბაიჯანული მოსახლეობა, ბატონო ჩემო. და კონკრეტულად ის სიტყვები, რომელიც იმ პიროვნებამ წარმოთქვა, ამ სიტყვებს აქვს თავის საფუძვლები. და ეს საფუძვლები მათ არასწორ ქმედებაშია, სწორედაც და მეტი არაფერი. ჩვენ რომელი ეგრეთ წოდებული ბარი გაგვინახია, გამოსული ტელევიზიით და მართალი ვარ და ტყილა დამეჭირესო. და ჩემი ნარკოტიკი არ არისო, გინახავთ მოსახლეობას მივმართავ, მეგობრებო, ყველას მოგმართავთ. გვინახავს რომელიმე ბარიგამ თავი იმართლოს? ესე იგი არამართებულია თქვენი პოლიტიკა იქ, სადაც შესაძლოა ფეთქებად საშიში ვითარებები გქონდეს და ფეთქებად საშიში ვითარება თქვენ შინ და გარეთ არაერთი გაქვთ. რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, ახლა აღნიშნე კიდევაც ჩემო ოთარ. საგარეო ფაქტორების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის არსებობა, მით უმეტეს ისეთ მდგომარეობაში, როგორც დღეს ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, დინამიურად ვითარდება. ცოტა არაპროგნოზირებადიცაა გარეთ მიმდინარე მოვლენები, ამბობენ ერთს, შემდეგ რომ გეგონება რომ ფოლადის სიტყვაა ნათქვამი და აი ბეჭედ დარტყმული, მეორე დღეს აბსოლუტურად იცვლება სურათი, ბატონო, ლექსიკა და ასე შემდეგ. ამ თემებზეც თქვენ არაერთი გაქვთ სასაუბრო და დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. მივესალმები ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს. ისევ ცუდი ამბით მინდა დავიწყო, რაც მოხდა გუშინ წინ ქობულეთის შემოვლით გზაზე და ჩემთვის ეს ორმაგი ტრაგედია, რადგან მე ის ბავშვები ზუგდიდიდან იყვნენ და მე ზუგდიდიდან ვარ. დღეს პრაქტიკულად მთელი ზუგდიდი ვართ ჭირის უფლის როლში, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი რაღაც გამორჩეულად კარგი
ბავშვები ყველა კარგები არიან, მაგრამ რაღაც საოცარი ბავშვები დავკარგეთ და მე მინდა ჩვენი ეთერიდან მიუსამძიმრო ჩემ თავსაც, ჩემს თანამოქალაქეებს ზუგდიდში, სამეგრელოს მთელ ქვეყანას შეუერთდები ოთარ გუშინ გამოხატეთ სამძიმარი ჩვენს. მართლა ძალიან დიდი ტრაგედიაა და რა ვიცი, განადგურებულები ვართ ყველანი, ვინც ძალიან ბევრმა მილიონობით ადამიანმა ეს ამბავი გულთან ახლოს მიიღო, რა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდება ჩვენი ლევან გაჩეჩილაძე, ჩვენი მეგობარი, თანამებრძოლი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული პატრიოტი, მამუკა ჩარკვიანიც, რაღაც საოცარი მოღვაწე თავის სფეროში. მე ხელისუფლების ადგილას, რა ვიცი, ალბათ გლოვის დღეს გამოვაცხადებდი ამ კვირას, მაგრამ ამათ არც არაფრის მიხვედრა არ უნდათ, ეს ისეაც უნდა ხვდებოდნენ, რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ მათ საგლოვო სხვა აქვს. საკუთარი თავის გარდა არაფერი არ ახსოვთ სამწუხაროდ და ის რაც მოხდა დაუშვათ იმავე ქობულეთის შემოვლით გზაზე, ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ გზაზე არის დაღუპული უკვე 27 ადამიანი და დასახიჩრებულია 150-ზე მეტი. ანუ წლებია კეთდება ეს გზა შემოვლითის გარდა კიდე უნდა იყოს იქ ორმხრივი მოძრაობა და არა ცალმხრივი, როგორც ერთი ზოლია მხოლოდ და შუაზე გაყოფილი და ამიტომ რაღაც ძალიან ხშირად ხდება ეს უბედურებები. იმავე ქობულეთთან სამტრედია გრიგოლიტლეთის გზა კეთდება უკვე 10 წელზე მეტია, 5 ტენდერი ჩატარდა და დღემდე რამოდენიმე კომპანიამ იქ ფული მოტეხა, რაღაც ვერ გაკეთდა. ეგ არის ტენდერი. ხელახლა ტარდება მე ტენდერები და აი ამ უბედურებას ეწირება მე ასეთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა ძირითადად. დიახ. და მართლაც ძალიან დასანანია. შეგვეძლო ამის თავიდან არიდება, ვიმეორებ, რომ ყოფილიყო იქ ორმხრივი მოძრაობის გზა და არა ცალმხრივი, რომ წლებია, ასე არის და ამდენ უბედურებას ვღებულობთ წლიდან წლამდე. ეს მართლა ძალიან დასაფიქრებელი ამბავია. დიახ. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელიც წამოწია, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოს რაზეც ილაპარაკე, რაც მოხდა ფონიჭალაში, ზარია და შემოუშვეთ, რა ვქნათ არა. დიახ, ზარს ეხლა შემოუშვებთ, მაგრამ ბატონი ოთარი დაასრულებს თავის სათქმელს. დაველოდოთ, იმიტომ რომ მე გვსაყვედურობენ, რომ ჩვენ მეორე ნაწილიც გვაქვს და მაყურებლებისთვის, ჩვენ ყოველთვის მსმენელებისთვის ყოველთვის გცალია. ეს ზარი შემოუშვათ, გისმენთ? ალო? გამარჯობათ. გამარჯობათ. სამძიმარს უცხადები დაღუპულებს ყველას, ლევანს, ჩარკვიანს, მაგრამ რაც შეეხება მე ფონიჭალის მაცხოვრებელი ვარ. აწრიალებულები ვართ ამ ნარკოტიკებით. რატომ გონიათ, რომ იქ ნარკოტიკი არ იხიდება? ნარკოტიკების ბუდია ფონიჭალა, რო იცოდეთ თქვენ. თქვენ არ გახვიდეთ ეთერიდან, შეიძლება რომ არ გახვიდეთ? ხო, ეხლა თქვენ მაგ პასუხი გინდოდათ გეთქვათ და საზოგადოების წინაშე წარმოგვაჩინეთ თქვენი მცდელობით, რომ თითქოს ჩვენ არაფერი არ ვიცით რა ხდება ფონიჭალაში და ჩვენ არაფერი არ ვიცით ქვეყნის ნარკომასშტაბი როგორ ასე ვთქვათ მძიმე დღეშია და როგორ მძიმე დღეშია სრულიად ქვეყანა. ეთყობა არ გისმენიათ. ამიტომ თქვენმა ამ წარმოჩენამ და მცდელობამ საწადელს ვერ მიაღწია, ქალბატონო, მინდა გითხრათ, ჩვენ არა მხოლოდ ფონიჭალაში ვიცით რა ხდება და ნარკოტიკებით სავსე რომ არის, არამედ იმათ თავებშიც ვიცით რა ხდება, ვინც ასე კონკრეტულად არამართებულად იბრძვის და ამ ნარკო არასწორი პოლიტიკით ხელსაც ითბობს. ესეც ძალიან კარგად ვიცით. ზარია კიდევ ეს მეორე ზარით შემოუშვათ და შემდეგ ოთარს მივცემთ თავის სიტყვას, რომ გააგრძელოს. ობრძანდით გისმენთ, გამარჯობათ. გაითიშა, გააგრძელეთ ოთარ. რაც შეეხება ქალბატონს ძალიან, რა ვიცი, ვეთანხმები იმაში, რომ მართლა არის ეს პრობლემა იქ ფონიჭალაში, მაგრამ იქამდე როგორ მიდის, ხო ქალბატონო, ესეც იქნებ ამაზეც დავსვათ კითხვები, იმიტომ რომ საქართველოს სამწუხაროდ დღეს სოფლიოში ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნარკოტრაფიკად ის გზა,
აზიიდან ევროპამდე სწორედ სამწუხაროდ საქართველოში გადის და აქ ილექება ძალიან დიდი რაოდენობის ნარკოტიკი და ამისთვის ყურადღება მისაქცევი თქო ამას ვამბობ, თორე ისე რომ მოხდეს რომ რახან იმ რაიონში ფონიჭალის არის ეს პრობლემა, ახლა ყველას დავერიოთ, ესეც არ არის, ხო, სწორედ. იმიტომ რომ სწორედ ასე დაერივნენ ეკატერინბურგში რუსული ხელისუფლება, რუსეთის ხელისუფლება აზერბაიჯანულ დასახლებას, სადაც სამწუხაროდ მსხვერპლი მოყვა და რა მოყვა ამას დავინახეთ ჩვენ ორ ქვეყანას შორის. ორ ქვეყანას შორის პრაქტიკულად ძალიან მალე შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყდეს. და არ გვინდა ხო ასეთი დაძაბვა მეზობელ ქვეყანასთან, რომელთანაც თითქოს რაღაც ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ამაზე აქ საუბარი, თორე ხა იქ რო პრობლემაა მაგ უბანში თუ მაგ რაიონში ხო ეს ნარკოტიკები ერთი საკითხია. ხო, სამწუხაროდ ესეა. არა მარტო იქ ხდება, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრიალებს ეს უბედურება და ვერ გავიგე ხა თუ მე-9, მე-10 და მე-10 კლასელმა იცის სად რომელ სადარბაზოში დევს ნარკოტიკი ან რომელი ქვეშ დევს ან რომელი ხესთან არის დამარხული, ეს რა ვიცი, ახლა პოლიციასაც უნდა მქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია და რატო არ ხდება ეს წინსრებით რაღაც პრევენცია იმისა, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აილაგმოს, ეს არ მესმის. გაგიგია სტუდენტმა იცოდეს და სკოლის მოსწავლემ სად არის და სად უნდა აიღოს და სად უნდა გადაიხადოს ეს და პოლიციამ ეს არ იცის. სამწუხაროდ გავიგია უკვე ასე გამოდის. ეს არის ეს პრობლემა და სამწუხაროა ეს რომ მართლაც ერთი საჩვენებელი რაღაც მივარდნით მსგავსი პრობლემები არ წყდება. ეს არის აქ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, ძალიან სერიოზული მსჯელობა ამაზე და ძალიან კარგად მოქმედო. ძალიან კარგად იცი, ძალიან კარგად. და რას საგარეოზე საუბრობთ, მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ამ კვირის გასული კვირის ბოლოსაც, ამ კვირის დასაწყისშიც, როცა ამერიკაში ალიასკაზე შეხვდნენ ამერიკის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტს პრაქტიკულად ნულოვანი შედეგით, იმიტომ რომ ისასაც პუტინი ითხოვს უკრაინისგან, ეს პრაქტიკულად შეუსრულებელი იყო იმ შეხვედრაზე, სულ სხვა რაღაცას ითხოვდა მაშინ 4-ვე რეგიონის დათმობას და მათ შორის ყირიმის დამატებას. ეხლა მას შემდეგ რაც შეიკრიბა მე-3 დღეს ამერიკაში უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან ერთად და განიხილეს საომავლო სტრატეგია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, პუტინმა იქ რიტორიკა შეცვალა და დღეს ამბობს, რომ თქვასო უარი დონბასზე უკრაინამ, თქვასო უარი ნატოში გაწევრიანებაზეო და თქვასო უარი სამხედროების უცხოელი სამხედროების განთავსებაზეო. ნუ ამ კაცს გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ არანაირი ამ კონფლიქტის დასრულება არ უნდა, იმიტომ რომ იცის რა რეაქციაც ექნება საკუთარ ხალხს, საკუთარი პრეზიდენტისადმი, ამიტომ ის რაღაც დროის გაწელვის მიზნით ასე რაღაც ახალ ზღაპრებს იგონებს ამ კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით. და ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე სამწუხაროდ მსოფლიო აღმოჩნდა, მსოფლიომ ალბათ ეხა უკვე ყველა, იმიტომ რომ ზელენსკიმ ამ შეხვედრაზეც, წინა შეხვედრებზეც უფრო ადრეც თქვა, რომ არანაირ ტერიტორიების სანაცვლოდ არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღება უკრაინაშიო და ეს ვერ გაიგო ეთყობა რუსეთის ხელისუფლებამ და ჯიუტა დაწვება ამ ამბავს, რომ ესა თუ ის ტერიტორიები უნდა იქნეს დათმობილი რუსეთის სასარგებლოდ. და ერთი საქმე ეს არ იქნება და რაც უნდა მოხდეს ახლა უკვე უნდა გაიგოს სოფლიომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის საზღვრების გაძლიერებით, უკრაინის სტრატეგიული მარაგების შევსების, უკრაინის სამხედრო ძალების შეიარაღებით, ხელახლა გადაიარაღებით თუ დამატებით იარაღის მიწოდებით უნდა რაღაცნაირად აიძულონ ეს კაცი, რომ რაღაც დათმობაზე წავიდეს და მოდი თქვა ოთარ ესე რომ შეწყდეს, ხო? რეალურად არ არის მოწადინებული სამყარო აი ამ ომის შეწყვეტისათვის. სამწუხაროდ არა. არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი, არც სამხრეთი. ნუ ის ჰეგემონი სახელმწიფოები. სულ ერთი წამით მაპატიე და დავამატებ, რომ აი როგორც ერთ დროს საბჭოეთიდან უკრაინა
ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა თავისი ეკონომიკური შესაძლებლობით, თავდაცვის უნარიანობით და იმ არსენალით, მილიტარისტული გაგებით, ეხლა ატომი ჰქონდათ მართ და რა თქმა უნდა, აი ეს ყველაფერი ისე გაატანინეს და გაანულებინეს აქედან რუსეთმა და იქით დასავლეთმა ტანდემში, რომ ორივემ ერთად გრძელვადიანი პროექტით ალბათ, რა თქმა უნდა, ეს გაუმიზნავად არ იყო, განაპირობეს დღევანდელი ვითარება უკრაინასა და დღესაც ერთად აპირებენ ამ ქვეყნის სრულ დაქცევას. გასულ კვირას ტრამპი ამბობდა, რომ ესა თუ მე ვერ მოვაგვარე ეს ამბავი, მე გადაულოცავს უკრაინას, იმას ევროპას და ევროპა მიხედავს ამ კომ. მაშინ როცა გარანტიებს ართმევდნენ, როცა ჩვენ ყველანი დამოუკიდებლები ხდებოდით და ეს ბირთვული იარაღი გაატანიეს, როგორც ამბობ, მაშინ გარანტორად ამერიკა გამოდიოდა და ეხლა უნდა თამაშიდან გასვლა. ეხლა ძალიან არათამიმდევრულ ნაბიჯებს დგავს ეს კაცი და ნუ ახლა ამის ვერსიებს რო დაუჯეროთ და მიუყვეთ, მართლაც კოლაბორაცია. ხო, ამ ინდივიდ იცვლება ახლა იმის ტრამპის პოზიცია. რამოდენიმე კვირის წინ ამბობდა, რომ აი აგვისტოს ბოლომდე ვაძლევ ვადას და მერე შემოვა სანქციები, ახლა სანქციებზე საერთოდ არ ლაპარაკობს. და აუცილებლად სხვა გზა არ არის, ეს სანქციები უნდა იქნას შემოღებული და ასე თბილად არ უნდა შეხვედროდა ნამდვილად რუსეთის პრეზიდენტ, ცოტა სიმკაცრე და სიხისტე აკლდა ამ შეხვედრას, მაგრამ აწი იმედია მოვლენ გონს, მსგავსი რამ რო პუტინთან მიმართებაში ასე მშვიდად არ წყდება, ეს იმედია გაიგო ყველა ლიდერმა. ზარია ეთერში და მე გავაგრძელებ. აუძანდით გისმენთ გამო. Salve, dadotar. Secretary იყო აზრია უაზრო ადრეს ლაპარაკობდა უაზრო ახლა პუტინს რაღაც ხორცები როა წაიღოს და წყავის გვედაუგდოს არის და რამდენიმე შეხვედრას იყო აზრი არის კამად ვერ შეაჩერებს ახლა იმიტომ რომ აი ჩოლებლად რო არის შეწყვეტილი დონი არ მუშაობენ არ მომობენ სოციალიზია და კადასტრის შესაძლებლია ის კონტინგენტი ხო ვერ შეინარჩუნებს ვერ შეაჩერებს შეწყვეტილი არ იქნება ონი გაგზელდება და მე მგონი რომ ტრამპზე თქვა თავიდან ბოლომდე სანდო არ არის ტრამპი ევროკავშირია და ძირითადი ესაა მაგრამ ევროკავშირი კიდე ჭირდება ამერიკას და ამერიკა ჭირდება ევროკავშირს ასეთი რაღაცა არის და ჩვენი საჭირო რაც ლაპარაკობს ახლა არჩევნები ესა ის ხარბელიოსებებს არაფერი არ იქნება უსერვისი თუ არ დამოსდა თორე ასე იქნება 10 წელი 20 წელი და შვილდაშვილები იქნებიან რა ჯვარი წერია ასე ახლა მე მოხარებას გავუძღვა ლევან გაკეთიას და კიდე ჩაკერეს ვარ არა მე მახსოვს საფრთხელი ვიღალი არ დავაფუძე 89 ფრონტი მე კარტე რესპუბლიკან და ნაზრა ვიღალი საკეულა ეს მის კარგად ყველა აქციაზე ვიღავი თბილისში ის რაც მოხდა საგაშოს ინაურაციის და ხალხი ვიღაცა არ მინდა რა თქვა ვიღაც იბოძრომ და იქითო გაიყვანა და რაღაც ამ თელიამბავი და მე რაც მოყვა ესეც ვიცი ღმერთს მას შეუნდოს თუ ვინმე ცოდვები ღმერთს მას შეუნდოს ასეთია პატარკაციშვილი აჭირდა აცვენდა ოპოზიციას და მე დაუყენოს პრეზიდენტის კანდიდატს ვარ რამდენად ვიცი 12% მიიღო ბაზრიმ 28 მიიღო სვამ არ ვასახელე ვინ და ასეთი რაც ქართველები ჩვენ და ასე ვიქნებით კიდე რა დაგინა უგაღანო ამ იმას ან ქართველოსებად თავისი მაინც გააქვს თქვენ გამოსავალს რა შეხედავთ თუ შეიძლება პიროვნება არ არის და უშა ოპოზიციამ რო დააგანოს აი ნორმალურ ლაბარაკო რა ნორმალურად ჩემი ხმა არის აქამდე რაც იყო ის ვიცი კაცო ვის დადიოდა ამა და ვის ხდებოდა ყველაზე პოზიციო ბარი ამოთხელი თქვენ თუ შეიძლება ხაზზე თუ დარჩებით კიდევ ერთ გეტყვით გამიგზავნა ლაბარაკი რაღაც ემერძი ლაბარაკები კაცებია ნარკომანია ეს პროსტიტუცია ეს ხოთი იყო და იკლებ თემატური საკითხებია ის ქვეყნის გაუსწორება არის როგორი იყო იმან რა თუ მოყოლო ან მუნიციპალიტეტიდან ძირითადად რა პირველი მოიშობა აი გასაგებია ნუ შევითქვე ახლა ყველაფერი როგორ ნუ შინაარსი მთლიანად ზოგიერთი წინადადებაც გავიგონე ჯვარი გწერია ბატონო ჩემო რომ ესე დარჩეს ყველაფერი როგორც თქვენ ბრძანდებით ეს ბრძანებდით რომ ეს მაინც ესე იქნებაო
თემებზე ილაპარაკეთ და არ გვინდა პროსტიტუცია, ნარკომანია და ასე შემდეგ. ყველაზე ძირეული თემა და ძირითადი თემა ჩვენი მომავალი არ არის, ჩვენი მომავალი განვითარება. ჩვენ აწმყოსთვის ვიხწვით ეხლა რომ აწმყოში დღეს როგორ მე გამოვიკვებოთ და ხვალინდელი დღე ფიგნია? უკაცრავად. მომავალზე თუ ზრუნავთ, მომავალზე ზრუნვა, მომავალ თაობაზე სწორებაა და მომავალი თაობა გაგვინახევრდა. მათი ჯანსაღი აზროვნება, მათი ქვეყნის სამსახურში დგომა რომ უნდა იყოს განპირობებული და უზრუნველყოფილი. ეს ასე არ არის და ეს არის ძირითადი თემა. ეს არის უპირველესი თემა. მე თუ მკითხავთ რა და ჯვარი გწერია იმისაგან თქვენ რაც ბრძანეთ, რომ ეს მაინც ასე დარჩებაო, ასე როგორ დარჩება. მაინც ასე დარჩება, სულ ერთია, მაინც ასე იქნება, მაინც ვიღაცა მოიგებს. აი ამ აზროვნებამ დაღუპა სწორედაც ჩვენი ქართული პოლიტიკა და ჩვენი ამომრჩეველის საერთოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმწიფარი მიდგომა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. მე ვგულისხმობ ნაწილზე, თორე ღმერთმა დაიფაროს მთლიანობაში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თანამოქალაქეები აზროვნებდნენ ისე რომ სულ ერთია ყველაფერი და ბრძოლას აზრი არ აქვს. და რაც შეეხება ძირითად თემას, ძირითადი თემაა სწორედ ის, რაც საფრთხეს უქმნის და განადგურებით ემუქრება და ეს პროცესი დაწყებული აქვს ჩვენს ახალგაზრდა თაობას და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, მთლიანად ქვეყანას. კლაუზარია და აბა შემობძანდით. ალო. დიახ, გამარჯობათ. ვერ გავიგე, ჩემი ზარი ზარიშებს ეს ვიღაცებია და სხვასაც იღებს რატო? ვინ არის ეს გენერატორი? ეთერში ხართ, გენაცვალე და დიდი მადლობა შემკობისათვის. ეთერში ხართ, რა ვიცი, გაითიშა? ალო. ეთერში ხართ, ეთერში. ეთერში ვარ? დიახ, ბატონო, დიდი მადლობა შემკობისათვის. ისმენთ. გამარჯობა. გაგიმარჯო, ეს არის ჩვენი ქართული სნეულება, მე დიდი არ ვარ. უკვე ნერვები აღარა მაქვს. ნერვები აღარა მაქვს ისმენ. ამ ესეთი საქართველოს დღეს ნარკოტიკებში ყოფილა ჩართული რა. მშობლები რას ფიქრობენ? პირველ რიგში მშობლებს გადადასავლეთ მე. დიახ, მშობლებს. ყოველ თუთი უნდა ძიონ ბავშვებს, კუთხში უნდა ძიონ და ამოწმონ ბავშვები. მაგრამ სახელმწიფო რაკნა საკა რამდენი ბავშვია სახელმწიფო რაკნასო და ეს მშობელმა უნდა ქნას. მშობლებმა მიხედონ თავიანთ შვილებს. შვილებს მიხედონ მშობლებს, მაგრამ სტუდენტია თუ ვინც არის ყველა. აი მე უკვე ნერვები აღარა მაქვს რა, მაგრამ დამშვიდით ჯობია და ისე ჩვენ რო შეგვამკეთ, ისეც ნაკლებად შეამკობთ ადამიანებს, როცა დამშვიდდებით. დიდი მადლობა ზარისათვის, ნახვამდის. დიახ, გააგრძელე უთარ, შენ საინტერესო თემებზე საუბრობდი. გააგრძელე. რომელერც დაუბრუნდე უკვე, აღარ ვიცი. და ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში ის რაც ხდება რუსეთში, ამასაც ვხედავთ, უკვე 2/3 სტრატეგიული ობიექტების არის დაბომბილი პრაქტიკულად რუსეთის პრეზიდენტი ქვის ხანაში აბრუნებს საკუთარ ქვეყანას, ოღონდ საკუთარი თავი გადაირჩინოს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვრცელდება ეს კადრები, როგორ ფეთქდება ეს ნავთობის ბაზები, როგორ ფეთქდება ელექტროგადამცემი ხაზები და სადგურები, რკინიგზის სადგურები და ძალიან ბევრი სტრატეგიული ობიექტი. დღეს რო ხედავთ რუსეთში, მაგალითად ყირიმში, კურსკის ოლქში, ბელგოროდის ოლქში, ვორონეჟის ოლქში პრაქტიკულად ხალხი დგას უკვე რიგებში იმისათვის, რომ მანქანის აუზი შეავსონ ბენზინით და დიზელით, იმიტომ რომ უკვე გაჩნდა ამის დეფიციტი და უკვე ტალონებით იძლევიან საწვავს. აი აქამდე მივიდა ქვეყანა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობის და გაზის მწარმოებელი მსოფლიოში. ყველაზე მდიდარი რესურსების. დიდარი რესურსებით. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე აღმოჩნდა აი ამ კაცის გამოისობით ეს ქვეყანა და რა ვიცი ხა ალბათ უკვე რუს ხალხზეცაა ეს დამოკიდებული და საერთოდ მსოფლიოზე რომ ეს სიგიჟე მალე გაჩერდეს. კი ბატონო, ჩვენ ახლა გვატყობინებენ რომ დაგვრჩა 2 წუთიც არა
პატივცემულო ტელემაყურებლებო, მეორე ნაწილში ჩვენ ვიქნებით და რა თქმა უნდა კვლავ შევეცდებით რომ არ ვიყოთ მოსაწყენი აქტუალურ თემატიკას შევეხებით, შემოუშვებთ მაყურებელთა ზარებს და ადრეც შეგახსენეთ, ეხლაც გახსენებთ, პატივი ვცეთ ყველამ საკუთარ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში რაც არ უნდა მიზნად გქონდეთ დასახული, ვინმეს როგორად მეწარმოჩენა, ან ასე თქვა შეურაცხყოფა, ყველა შეურაცხყოფს საკუთარ თავს მერწმუნეთ. რადგან ფართო აუდიტორია გვისმენს და ნუ გახდებით ასე თქვა ბრმა იარაღი უმეცრების ხელში. მე მინდა დაგემშვიდობოთ სულ ცოტა ხნით და ჩვენ მალე დავბრუნდებით დროებით.